მე გახლავართ განცა შიშინაშვილი, წარმოვადგენ სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრს. აქ წარმოდგენილი ვარ როგორც რუსთავის და ქვემო ქართლის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ორგანიზაციაში მუშაობის ფარგლებში მთლიანად ვფარავთ რეგიონს და არა მხოლოდ რუსთავს, არამედ რეგიონის 7-ვე მუნიციპალიტეტს. ჩემი მუშაობის ფარგლებში რეგიონში მთავარი ფოკუსი სამიზნე ჯგუფი და ძირითადი აუდიტორია სწორედ ქალები, განსაკუთრებით მოწყვლადი ქალები არიან, გამომდინარე წინარე გამოცდილებიდან, სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება არის ძირითადი აქცენტი. ამ ასე ვთქვათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია ახალბედა არის და დაახლოებით 2 წელიწადია, რაც აქტიურ სამუშაო პროცესს შევუერთდით რეგიონში. ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, რომ მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალების საჭიროებების გამოკვეთა მოხდეს და ჩვენი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, კონტრიბუციები სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენი მთელი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით იქნას გადადგმული. თუმცა ქალებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ სხვა ჯგუფები, რომლებიც არანაკლებ ასე ვთქვათ, გაძლიერებას საჭიროებენ. ესენი არიან ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები და ასე შემდეგ. ჩემთვის როგორც ასე ვთქვათ, ახალბედა დამწყები რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას აქვს ასე ვთქვათ, რამდენიმე მიზეზი. დავიწყოთ იმით, რომ ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, მე ამ ადამიანებს, ვისაც ამ 2 დღის განმავლობაში შევხვდი აქ, ვიცნობდი ასე შორიდან, ვიცნობდი მათ საქმიანობას, ვიცოდი მათი ორგანიზაციის სახელები, ზოგიერთ მათგანის ასე ვთქვათ, შესახებაც მქონდა ინფორმაცია, თუმცა ესე ახლოდან პირველად მომეცა ესე ერთობლივად შეკრების შესაძლებლობა, რაც ბუნებრივი არის, ძალიან გამაძლიერებს მე. ერთი არის ის, რომ ჩემთვის ძალიან კომფორტული გარემოა შექმნილი, ვინაიდან ეს ადამიანებიც რეგიონს წარმოადგენენ, მუნიციპალიტეტებს, თემებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტები თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე განსხვავდებით ერთმანეთისგან, ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტისა თუ თემის წინაშე განსხვავებული საჭიროება დგას, ამავდროულად საერთო ღირებულებები გვაერთიანებს, საერთო იდეები და საერთო მისწრაფებები, რაც ჩემთვის უწრფელად ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, მაძლევს მოტივაცია ის გამოცდილება, რომელსაც ეს ადამიანები ამ 2 დღის განმავლობაში გვიზიარებდნენ, რომ არ გავჩერდე და მიუხედავად დღეს სამოქალაქო სექტორში არსებული უამრავი გამოწვევისა, განვაგრძო ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. და ასე ვთქვათ, ამ დაახლოების, კოორდინაციის, კოლაბორაციის განსაკუთრებული შესაძლებლობა მგონია მე ეს 2 დღე. მე მგონია, რომ ამ 2 დღის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ რაშიც დავწუნდი, ეს არის, რომ აი ამ სოლიდარობას, საერთო თავსებად მსოფლო მხედველობას, ესე რომ დავარქვათ, და მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული ძალა. სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როდესაც შეგვიძლია აი ამ პრობლემების გასიგრძე განება და ყველაფრის ფასად აი ამ სამსახურში დგომა, მგონია, რომ აი ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რომ უკეთესი საზოგადოებები და მდგომარეობები შეიქმნას არა მარტო ლოკალურ დონეზე, არამედ ზოგად და რეგიონის დონეზე, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. და ეს ნამდვილად დაგვეხმარება ამ მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გვეხმარება ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვოთ, გადავკვეთოთ ჩვენი მოსაზრებები, იდეები და ზოგადად როგორ ვუყურებთ ხო ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ახლა არა მარტო რეგიონულ დონეზე, არამედ ცენტრალურ და ქვეყნის დონეზე დგას. გარდა ამისა, ასე ვთქვათ, ეს ამ ტიპის შესაძლებლობები განსაკუთრებით ახალბედებს შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ, განვითარდეთ, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, უკვე არსებული გამოცდილებების გაზიარებებიდან გამომდინარე, რომ რა ტიპის გაზიარებაც ახლა არაერთგზის მოვისმინე ამ 2 დღის განმავლობაში, მაძლევს შესაძლებლობას, რომ ზუსტად ვიცოდე, უკვე წინასწარ ვიცოდე, სად რა უნდა გაკეთდეს, ასე ვთქვათ, სად რა არის სწორად გასაკეთებელი, რომ პირობითად ან შეცდომები, ანდაც ის გამოცდილებები, რომელიც ამ ადამიანებმა მიიღეს ამ სამუშაო პროცესში, აღარ გავიმეორო და პირიქით ის უკვე გამოვიყენო ზუსტად აი ამ ჩემი წარმატებებისთვის, ხო, სამომავლო წარმატებებისთვის. ამიტომ
ესეთი შესაძლებლობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტად გადავიკვეთოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველა ეს რეგიონული აქტივიზმი, ხო, სათემო აქტივიზმი მივყავართ იქამდე, რომ შეიცვალოს რეგიონის და თემის დონეზე არა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულება იქნება, მათ შორის პოლიტიკური მოცემულობები და ასე შემდეგ დადებითი კუთხით.